ეს არქტიკის საოცარი პეიზაჟებია. რამდენადაც ცივია, იმდენად დიდებული და ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ რთული კლიმატური პირობებია და ტემპერატურა საშუალოდ -6-დან -12 გრადუსამდე მერყეობს, არქტიკას თავისი ბინადრები ყავს. მათ შორის ამ მიწების ბატონ პატრონი ხმელეთზე, მისი უდიდებულესობა პოლარული დათვი და წყალში გიგანტური 70 ტონიანი კაშალოტი. თუმცა დათვსა და კაშალოტს შორის ჩვენ შევხვდებით არქტიკულ მელას, ლომვეშაპს, სელაპს და რაც ყურადღებას მიიქცევს რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექს პანცირს. ისმის კითხვა, რა უნდა შუა არქტიკაში პანცირს, სადაც ზამთარში სულ ყინული არის, ზაფხულში კი ლღვება, მაგრამ არც სავაჭრო ხაზი გადის იქ და არც რაიმე განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა არსებობს. ისევ რუსები დადიან თავის ყინულმჭრელებით. მეცაც გეტყვით, არქტიკის შუაგულში თქვენ შეგიძლიათ გულ დედამიწაზე რუსული სამხედრო ტექნიკის ერთეულები კი არა, მთლიანად სამხედრო ბაზები იპოვოთ. როგორც ჩანს, აქ ვიღაც ზამთრის მეფობისთვის ემზადება. სანამ მთელი ჩვენი ყურადღება მიპყრობილი არის რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების ყველაზე თვალსაჩინო კერებზე, ზუსტად ამ დროს პარალელურ რეჟიმში მწიფდება ახალი არეალი, სადაც ამ ორი ქვეყნის ამბიციები თავიანთ მოკავშირეებთან ერთად მორი გჯერზე ერთმანეთს შეასკდებიან. ახლა ყველაზე ცნობილი ფიზიკურად ხილული გავლენის ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაში და აფრიკაში. თუმცა აფრიკაში ამ ორ გიგანტთან ერთად ჩინეთსაც უკვე საკმაოდ აქვს ფესვები გადგმული. ისიც საკითხავი არის, რომელი უფრო გავლენიანი არის ამ კონტინენტზე. მაგრამ კიდევ ერთი კერა, რომელიც ზუსტად ჩვენს თვალსა და ხელს შორის მწიფდება, ეს არის ცივი, მიუდგომელი, არაპროგნოზირებადი არქტიკა, სადაც უზარმაზარი რბოლა იწყება. რუსეთთან ერთად აქ უკვე ნატომაც დაიწყო სამხედრო პოტენციალის გაზრდა. არქტიკის ტერიტორიაზე კი პრეტენზია აქვს 8 ქვეყანას: ამერიკას, კანადას, დანიას, ისლანდიას, ნორვეგიას, ფინეთს, შვედეთს და ჩინეთს. კი, ჩინეთს, სადაც აცხადებენ, რომ ჩინეთი არქტიკასთან დაახლოებული სახელმწიფოა. როგორც ხვდებით, დღეს არქტიკაზე ვისაუბრებთ. რატომ გახდა ასე ყველასათვის მოულოდნელად საინტერესო და მიმზიდველი, ვის ეკუთვნის სინამდვილეში მისი ტერიტორია, ვიხილავთ თუ არა ახალ დაპირისპირებას და ვინ გახდება რეალური ზამთრის მეფე. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ახლა? ან სად იყვნენ ეს ქვეყნები აქამდე? და საერთოდ რა ინტერესი აქვს უზარმაზარი ფინანსები ჩადონ არქტიკაში, ნულიდან ააშენონ არქტიკული ინფრასტრუქტურა, გადაამზადონ პერსონალი, გადაუხადონ უდიდესი ხელფასები, მთელი ეს ტექნიკა მოარგონ მძიმე კლიმატურ პირობებს. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად არქტიკის რეგიონზე აისახა. ჩვენ საქართველოში შეიძლება იმდენად მძიმედ ვერ გვგზნობთ ამ ცვლილებებს და ისევ დარდობთ ზუსტად როგორც ჯოი დიაზი. Worried about global warming in LA? Oh yeah, I can't sleep at night. What do I give a fuck? Global warming. It's fucking 44 degrees this morning. მაგრამ ფაქტია, რომ გლობალური დათბობა იწვევს გლობალურ ცვლილებებს. ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, არქტიკის ყინულის ღობის ტემპი 10 წელიწადში მთლიანი ფართობის 13% შეადგენს. ყინულის ღობა სხვა რაღაცებს უწყობს ხელს, მათ შორის ორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გამო იმპერიები მზად არიან ერთმანეთი გაგლიჯონ. პირველი ეს არის ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესაძლებლობა. მეცნიერების შეფასებით, დედამიწაზე ბუნებრივი აირის და ნავთობის 22% არქტიკაშია. დაუდასტურებლად ეს ნიშნავს, რომ არქტიკაში დაახლოებით 3-ჯერ მეტი ნავთობია ვიდრე კატარში და 2-ჯერ მეტი ბუნებრივი აირის მარაგი. ამას ემატება ურანი, ოქრო და ალმასები. ხვდებით ხომ, რა სიმდიდრეზეა საუბარი. და მეორე მიზეზი. უბრალოდ რუკაზე შევხედოთ გემების საერთაშორისო ტრაფიკს. სრულად და ინტენსიურად ათვისებულია ჩვენთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი მიმართულებები. ასევე ევროპიდან აზიაში უმოკლესი მარშრუტი სუეცის არხის გავლით. ევროპაში ყველაზე დიდი პორტი არის როტერდამის პორტი, ხოლო აზიაში შანხაის. როტერდამიდან შანხაიმდე სუეცის გავლით, რაც ამჟამად ყველაზე მოკლე გზა, გამოდის დაახლოებით 21,000 კილომეტრი. გემისთვის საშუალოდ ეს 28-35 დღეა. ახლა დააკვირდით იგივე რუკას ჩრდილოეთში, სადაც მინიმალური მოძრაობაა. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ძირითადად სულ გაყინული არის და არავინ დადის, ხოლო თუ ვინმეს მაინც და მაინც აუცილებლად ჭირდება, თან უნდა იქირაოს ატომური ყინულმჭრელი და ცალკე იმას უნდა უხადოს ფული. ახლა კი წარმოიდგინეთ, ყინულის ღობის პირობებსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, არქტიკული საზღვაო გზით როტერდამიდან შანხაიმდე მანძილი თითქმის 40%-ით მცირდება და გემი მანძილს 2 კვირიდან მაქსიმუმ 20 დღემდე ვადაში დაფარავს. ეს კი სავაჭრო სამყაროში უზარმაზარ ასტრონომიულ უპირატესობას იძლევა. ჯერ ერთი რომ ამცირებს მანძილს, შესაბამისად ამცირებს საწვავის მოხმარების რაოდენობას, ტვირთის გადაზიდვა უფრო სწრაფი ხდება და ტრადიციულ მარშრუტებს, რომელიც ჩვენთვის აქამდე არის ცნობილი, იმათ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვინ ლიდერობს ამ სფეროში, ანუ ვის შეუძლია ჯერ კიდევ ყინულით დაფარულ საზღვრებში აწარმოოს სავაჭრო მიმოსვლა?
პოლიტიკოს მონაცემებით ამერიკას ყავს 2 ყინულმჭრელი და 6 საშენებას აპირებს. კანადას 18, ხოლო რუსეთს 50-ზე მეტი. ეს გემები საჭიროა იმისთვის, რომ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ტანკერებს ან სხვა საზღვაო ტრანსპორტს გაუსუფთავოს გზა ყინულისგან. ლოგიკური იქნება ასეთი შეკითხვა. რა ტანკერებზე არის საუბარი სადღაც მიკარგულ არქტიკაში? ნახეთ. დასავლეთმა კი დაუწესა რუსეთს სანქციები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულ რესურსებზე უარი თქვა. მეტიც, ამ რესურსებს მხარეები ერთადაც მოიპოვებენ. არც უკრაინის და არც უახლოეს პერიოდში ვინმეს გამოს უმცირე რესურსების მიმართულებით უარს არავინ იტყვის. ეს არის რუსეთის არქტიკული ნაწილი, იამალის ნახევარკუნძული, სადაც ნოვატეკის ბუნებრივი აირის საბადოა. როგორც კი ნოვატეკის საბადო ამუშავდა, ფრანგულმა Total Energy-მ $4 მილიარდ საბადოს თითქმის 20% შეიძინა და შესაბამისი ინვესტიციები განახორციელა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და ხმამაღალი სანქციების დაწესების შემდეგ, თქვენ როგორ ფიქრობთ, გაყიდა თუ არა Total Energy-მ თავის 20%? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ როგორც არაერთ ვიდეოში აღვნიშნეთ, ინტერესები არის უზენაესი. სანქცია კი ვერ იმუშავებს თუ თვითონ დასანქცირებული ბიზნესის მფლობელები არიან ევროპული კომპანიები. ამიტომ 2024 წელს ევროპამ რუსეთისგან ბუნებრივი აირის რეკორდული რაოდენობა შეიძინა. ახლა ნახეთ, დაუბრუნდეთ ისევ საზღვაო რუკას, მივაახლოვოთ იამალის ნახევარკუნძულთან და ვნახავთ, რომ თითქმის ყოველი მეორე ტანკერი, რომელიც რუსულ ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის და სხვადასხვა ქვეყნის დროშით დაცურავს, იტვირთებიან ბუნებრივი აირით და შემდეგ გადიან ევროპაში. მაგალითად, ტანკერი ბორის დავიდოვი ახლახან ბელგიიდან იამალზე ბრუნდება, რომ აირის მარაგები შეავსოს და უკან წაიღოს. სანამ მე ამ ვიდეოს ახლა ვწერ და შემდეგ მონტაჟს დავიწყებ, შეიძლება ამ ტანკერის ადგილმდებარეობა და პირველი და ბოლო მიმართულება აღარ იძებნებოდეს, იმიტომ რომ ზოგადად ჩრდილოვან ფლოტს გამორთული აქვს ტრეკინგი და არ აწერია საიდან სად მიდის, მაგრამ თუ თქვენ შეხვალთ ამ საიტზე და დაიწყებთ ძებნას, ერთ-ორ გემს მაინც იპოვით, რომელსაც აქვს ტრეკინგი ჩართული და შეიძლება მისი იდენტიფიცირება. აწერია შესაბამისად საიდან სად მიდის. ახლა ამ ყველაფერს უფრო შორი პერსპექტივით შევხედოთ. არქტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს არქტიკის რუკას თუ სად არის პოტენციური საბადოები. გამოდის, რომ ერთ დროს მუდმივი ყინულით შემოსილი არქტიკა ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია, რომელსაც ამ სიმდიდრესთან ერთად შეუძლია ახალი, ყველაზე მოქნილი და მოკლე სამარშრუტო გზაც გახდეს. ანუ ეს ის ტერიტორია, სადაც ქვეყნებს სამხედრო გაძლიერება არათუ სჭირდებათ, არამედ სავალდებულოც არის. თუმცა, პირველ რიგში გასარკვევი არის ეს უამრავი ზღვა ბუნებრივი რესურსები როგორ უნდა გადაინაწილონ სამართლებრივად. ანუ, სანამ რაღაცას დაიცავ, ჯერ ხომ კარგად გამიჯნული უნდა იყოს, ვის ეკუთვნის ეს ყველაფერი. გაეროს საზღვაო კონვენციის მიხედვით, ქვეყნის საწყისი ხაზიდან სახელმწიფოს უფლება აქვს 200 საზღვაო მილის, ანუ 370 კილომეტრის რადიუსში მოითხოვოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. ასეთ ზონაში სახელმწიფო სანაპირო ზღვის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება აქვს. გარდა ამისა, იგი ადგენს ამ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, სამეცნიერო კვლევებისა და გარემოს დაცვის წესებს. მაგრამ, მეგობრებო, არის უკეთესი გამოსავალიც, რომელიც უფრო მეტის უფლებას იძლევა, ვიდრე გაეროს საზღვაო კონვენცია. თუმცა, როგორც ხვდებით, ეს უკვე დიდი მოთამაშეების პრივილეგია არის. ტერიტორიების მისაკუთრება კონტინენტური შელფის გზით. ანუ, ქვეყანა რომელიმე საზღვაო ტერიტორიაზე ამბობს, რომ ეს არის ჩემი მიწა, იმიტომ რომ არის ჩემი ხმელეთის გაგრძელება წყლის ქვეშ. მაგალითად, ამერიკა, რომელიც სულ არ არის გაეროს საზღვაო კონვენციის მონაწილე, ანუ ხელი არ აქვს მოწერილი ამ დოკუმენტზე და ისე ფართოვდება ცალმხრივად, როგორც მას მოესურვება. სულ ცოტა ხნის წინ 2023 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გაჩნდა მოულოდნელი განცხადება. ამერიკის კონტინენტური შელფის გაფართოების პროექტი. განცხადების თავშივე უწერიათ, რომ გაფართოება გასცდა 200 საზღვაო მილს. ამ პროექტით ამერიკა გაფართოვდა წყნარ ოკეანეში, მარიანას კუნძულებზე, მექსიკის ყურეში, ბერინგის ზღვაში, ატლანტის ოკეანეში და ყველაზე დიდი გაფართოება მოხდა არქტიკაზე. გაფართოების პროექტის ტექსტში წერია, რომ ეს საზღვაო ტერიტორია უმდიდრესია მარჯნებით და კრაბებით. რა თქმა უნდა, სხვა რა ინტერესი უნდა იყოს, მხოლოდ კრაბები. რუსეთს მაგალითად ორაგული და ქაშაყი. ხო, რუსეთზე როგორ გაფართოვდა რუსეთი? რუსეთმა გაფართოება ბევრად ადრე დაიწყო. ამასაც თავის მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი რომ მან ვერ მოიგო, ახლოსაც კი ვერ მივიდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარაგთან, ახლო აღმოსავლეთის ნავთობთან და ის ამერიკის და მისი პარტნიორების ხელში გადავიდა. ამიტომ აქცენტი ადრეულ ეტაპზევე გაკეთდა არქტიკაზე.
2001 წელს რუსეთმა პირველად გაუგზავნა გაეროს კომისიას თავის ხედვები, რომ არქტიკული შელფი რუსეთის ტერიტორიაა. ამ ხედვებს დაურთეს კვლევა, რომლის მიხედვით ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ფსკერის დიდი ნაწილი ციმბირის კონტინენტალური პლატფორმის გაგრძელებაა, რაც რუსეთს აძლევს უფლებას, რომ ეს ტერიტორია მისი იყოს. მაშინ გაერომ უარი განუცხადა. 2015 წელს მცდელობა გაიმეორეს, 2019 წელს გაეროს კომისია გაყვა რომელიღაც ექსპედიციაზე და მივიდნენ შუალედურ დასკვნამდე, რომ კი, ნამდვილად არქტიკის დიდი ნაწილი ეკუთვნის რუსეთს, მაგრამ იმის შემდეგ ეს თემა აღარც წამოწეულა. ახლა ისევ დავხედოთ არქტიკის პოტენციური რესურსების რუკას. ამერიკული ნაწილი, ანუ ალასკა, თითქმის სრულად ათვისებულია. იგივეა კანადის მხარესაც. სამაგიეროდ, ევროპაში უზარმაზარი საბადოები ჩანს შვედეთის და ფინეთის მხარეს. შეკითხვა, რომელი ქვეყნები გახდნენ ნატოს წევრი უახლოეს წარსულში? 2023 წელს ფინეთი, 2024 წელს შვედეთი. გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე ზოგადი რუსული საფრთხე იგრძნობოდა, ფინეთის ნატოში გაწევრებით ნატომ მიიღო არქტიკული ტერიტორიების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელიც მის მეხუთე მუხ-წაწი პირდაპირ ექვემდებარება. ამის შესახებ ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე, რომლის განცხადებით ფინეთის წევრობით ნატომ არქტიკის ტერიტორიები მიიღო. ახლა ეს ტერიტორიები ნატოს მეხუთე მუხტს ექვემდებარება, რომელიც კოლექტიურ დაცვას გულისხმობს. მაგრამ ხომ იცით, ტრამპი ნატოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და სამართლიანიც არის მისი ეს პრეტენზია. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ ყველაფრის შესახებ სხვადასხვა ვიდეოებში, უბრალოდ მოკლედ განმეორდები, ვინც არ იცის, რომ ტრამპი და სხვა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ნატოს წევრ ქვეყნებს ედავებიან იმას, რომ ზოგიერთი მათგანი არ ხარჯავს თავდაცვის სფეროში იმდენს, რამდენითაც არის ეს ყველაფერი განსაზღვრული. შესაბამისად, ტრამპი ცდილობს ქვეყნის უსაფრთხოება და ამბიციები არ იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე ან რაღაც გაერთიანებებზე. ეს, რა თქმა უნდა, ეხება არქტიკასაც. ამიტომ არქტიკისთვის ბოლაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი, პრინციპულად მნიშვნელოვანია გრენლანდია. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება გრენლანდიაზეც აისახება და მის სტრატეგიულ დანიშნულებას იმაზე მეტად ზრდის, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გრენლანდია თავისი სანაპიროთი სრულად გახსნილი იქნება საზღვაო ტრანზიტისთვის. აღსანიშნავია, რომ გრენლანდიაზე, ტულეში, ამერიკელებს ერთი სამხედრო ბაზა უკვე აქვს, მაგრამ ამ ბაზას სიღრმისეული მოდერნიზება სჭირდება. მოდერნიზების შემთხვევაში ბაზა ისევ შეძლებს მიიღოს სტრატეგიული ბომბდამშენები და სხვადასხვა გამანადგურებლები, ასევე უზრუნველყოს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა რეგიონში. პოლარული წრის მიღმა კი შეიძლება ზუსტად ეს ბაზა გახდეს მთავარი საკოორდინაციო წერტილი. იმისათვის, რომ გავიაზროთ, რამდენად სჭირდება ამ ბაზას მოდერნიზება, საკმარისია პოლიტიკოს სტატიაში ავტორის მიერ გადაღებული ფოტო ვნახოთ, სადაც რბილად რომ თქვათ, ჩანს, რომ ახალი ტექნოლოგიები ბაზაზე არ არის. ასევე როგორც სტატიაში წერია, აეროდრომის ასაფრენი ბილიკით საჭიროებს რეკონსტრუქციას. რესურსებით ასეთ მდიდარ რეგიონს, რომელსაც თან პოტენციალიც აქვს, რომ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური საზღვაო მარშრუტი, ბუნებრივია ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა ჩინეთი. პეკინში აცხადებენ, რომ ჩინეთი არის არქტიკასთან მყოფი სახელმწიფო, ანუ არქტიკული არა, არქტიკასთან მყოფი სახელმწიფო. არადა არც გეოგრაფია უწყობს ხელს. ჩინეთის ყველაზე ჩრდილო წერტილი 1440 კილომეტრით არის დაშორებული პოლარული წრისგან. თუმცა გეოგრაფიასაც არ აქვს მნიშვნელობა, როცა შენი პოტენციალი და ამბიციები რესურსების მოპოვების საშუალებას იძლევა. საწყის ეტაპზე ჩინეთმა სადა ის, რაშიც უბრალოდ საუკეთესოა და აფრიკულ ქვეყნებში წარმატებით აკეთებს, ანუ კრედიტებით შეღწევას. ვისაც არ გინახავთ ჩემი ვიდეო ჩინეთზე, ნახეთ და უკეთესად მიხვდებით თუ რას გულისხმობ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთის ქვეყნები არ არიან აფრიკული ქვეყნები. ისინი პირიქით წინ დახედულებით და საკმაოდ ცივი გონებით იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ ფულით და კრედიტებით მათ ვერ მოხიბლავ. კანადამ მაგალითად 150 მილიონიანი შეთავაზება დაუბლოკა ჩინეთს, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი ოქროს საბადოს წილს მიიღებდა. მიზეზი იყო ის, რომ ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად შესაძლოა გაჩენილიყო სამხედროც. გრენლანდიამ უარი უთხრა ძველი ამერიკული ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე. ამიტომ ისევ რუსეთის მეშვეობით ცდილობენ არქტიკაზე შეღწევას. ზემოთ რომ მოგიყევით, რომ ფრანგულ Total Energy-ს აქვს წილი იმ საბადოში. ასევე ორ დიდ ჩინურ კომპანიას იამალის საბადოზე აქვს თავის წილები. ჩინეთის ეროვნული ბუნებრივი აირის კორპორაციასა და აბრეშუმის გზის ფონდს, ჯამში 30%. ჩინური ეროვნული შელფის ნავთობის კორპორაცია და ჩინური ეროვნული ბუნებრივი აირისა და ნავთობის სადაზვერვო კომპანია კი იამალის ნახევარკუნძულზე მეორე უმსხვილესი პროექტის Arctic LNG-ს 20%-ს ფლობს. ამ პროექტის უზარმაზარი უპირატესობა ის არის, რომ პირდაპირ ამ საბადოდან ჩინეთის მიმართულებით გაკეთდება მილსადენი, ციმბირის ძალა 2. რას აკეთებს კონკრეტულად ახლა ჩინეთი?
არქტიკის რბოლას უყურებს გრძელვადიან პერსპექტივაში, თანაც საკმაოდ სერიოზულად. როგორც არქტიკის კვლევის ინსტიტუტი წერს, ამჟამად ჩინეთი ყურადღებას უთმობს იმ ტექნოლოგიების შექმნას და გამოკვლევას, რომლებიც საჭიროა არქტიკაში გემმავლობისთვის და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის. საუბარია ყინულგამძლე გემებზე, ყინულმჭრელებსა და პოლარული ღრმა წყლების შემსწავლელ გემებზე. ასევე შედის თვალთვალისა და ნავიგაციის ტექნოლოგიები, პოლარული უპილოტო ამფიბიები, მცურავი ნავთობმომპოვებელი პლატფორმები და ასე შემდეგ. თუმცა პეკინის ასეთი ინტერესებით არც რუსეთი აღფრთოვანებული. თანამშრომლობა კარგია, ერთმანეთს დახმარება კიდევ უფრო უკეთესი, მაგრამ როცა საქმე ეხება ბუნებრივ რესურსებს, იქ რა თქმა უნდა, უზენაესი ხდება უკვე ინტერესები. ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის რუსეთისთვის არქტიკა. მთლიანი ნავთობის მოპოვების 20% და ბუნებრივი აირის მოპოვების 80% მოდის არქტიკის რუსულ ნაწილზე. ამ სიმდიდრისა და კიდევ უფრო დიდი პოტენციალის, ასევე სხვა რეგიონში წაგებული გავლენებისა და რესურსების ვერ მოპოვების გამო, რა გასაკვირია, რომ დიდ პრიორიტეტს ანიჭებს არქტიკას. ამიტომ სხვა დიდი სახელმწიფოებისგან განსხვავებით რუსეთმა არქტიკას თვალი ახლა კი არ დაადგა, არამედ თითქმის 2000-იანებიდან ნელ-ნელა და ეტაპობრივად ავითარებდა იქ ინფრასტრუქტურას. აქედან გამომდინარე სიფრთხილით უყურებს პეკინის მზარდ ინტერესებსაც. ჩინეთს არქტიკაში რუსეთი არ ანიჭებს პრივილეგიებს, არც სპორტში შესვლაზე მათ შორის. ან საერთოდ უარსეობნებიან ხოლმე, ან უნდა დაემორჩილონ ტრანზიტის შესახებ რუსულ კანონს, რაც იმას გულისხმობს, რომ დეტალურად უნდა წარადგინონ გადაადგილების მარშრუტი და სქემა, უნდა აიყვანონ რუსი ლოცმანი და რუსულ პორტებში გადაიხადონ გადასახადები. კრემლი იმდენად ეგოისტურად, მე ვიტყოდი უფრო მესაკუთრულად უყურებს არქტიკას, რომ თავის ამ ამბიციებს და პრეტენზიებს არ წმალავს. ჯერ ერთი რომ აღადგინეს 50-მდე დახურული სამხედრო საბჭოური ობიექტი და შედარებით ყველაზე დიდი 2-3 სამხედრო ბაზა კი საერთოდ გაავსეს სამხედრო ტექნიკით. რა გააკეთეს ამის შემდეგ? იმაზე ხმამაღლა განაცხადეს პრეტენზიების შესახებ, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. აი ნახეთ, აქ უკიდურეს ჩრდილოეთში ფრანც იოსების მიწაზე დასავლელი ჟურნალისტები წაიყვანეს და ბაზები დაათვალიერეს. ჯერ CNN-ი, შემდეგ BBC. რუსეთ-უკრაინის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავის სამხედრო პოტენციალი სრულად ჭირდება და თან შემდეგ ეს ყველაფერი სწორად უნდა გადაანაწილოს, არქტიკის რბოლაში ეს უპირატესობა შედარებით შეირყა. სამაგიეროდ პირიქით გააქტიურდა დასავლეთი. 2024 წელს ნატოს არქტიკულმა ქვეყნებმა მასშტაბური წვნები ჩაატარეს. მონაწილეობას იღებდა 20,000 სამხედრო. აქედან 4,000 ფინელი იყო, რომლებმაც პირველად მიიღეს მონაწილეობა ნატოს მანევრებში. პოლიტიკოს სტატია ბევრად უფრო პესიმისტური იყო და უფრო დიდი აქცენტი იყო დასმული იმაზე, რომ რუსეთი აგერ ვითარდება არქტიკაში და ძლიერდება, ხოლო დასავლეთი ბევრად ჩამორჩება. მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახად არ არის. ჯერ ერთი, უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ხასიათის სტატიები იწერება იმისთვის, რომ აქვს უბრალოდ პროპაგანდისტული ხასიათი. ვიღაცებს და კონკრეტულ ადრესატებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ფინანსები ჩადონ ამა თუ იმ პროექტში, ამ შემთხვევაში არქტიკაზეა საუბარი. და მეორე, ეს საზღვაო მარშრუტი, რომელზეც საუბრობს, ჯერ, ამ ეტაპზე და კიდევ უახლოეს რამდენიმე წელიწადში არ არის პერსპექტიული. იგივე რუსულ სანაპიროზე სუსტად არის განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა. ქალაქები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია. შეუძლებელია დროული სამედიცინო დახმარების გაწევა. კატასტროფის შემთხვევაში პერსონალის ევაკუაცია და ასე შემდეგ. აგვისტოში კი როცა მზე ჩადის, შემდეგი 6 თვის განმავლობაში აღარც ამოდის. ამიტომ სულ ღამე არის და გემებს წყლიათში უწევთ გადაადგილება. გამოდის, რომ საკმაოდ რისკი შემცვლელი არის ამ მარშრუტით სარგებლობა. შესაბამისად, ტრადიციულ მარშრუტებს ჯერჯერობით არანაირი ალტერნატივა არ აქვთ. შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთი ნამდვილად ლიდერობდა არქტიკისთვის რბოლაში საკმაოდ დიდი უპირატესობით, მაგრამ ახლა ეს სხვაობა რამდენად შენარჩუნებულია, უცნობია. ამას ემატება ტრამპის ამბიციური გეგმები და არქტიკაზე ამერიკის გაძლიერების წინაპირობები. უბრალოდ უზარმაზარი ყინულმჭრელების ფლოტის უკვე განვითარებული სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კლიმატშეჩვეული პერსონალის ხარჯზე, რუსეთი ჯერ მაინც რჩება არქტიკაში ყველაზე დიდ მოთამაშედ. ეს იმ იშვიათ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც ის პირველობას სულ მცირე ამ ეტაპზე ინარჩუნებს. არქტიკის ისტორია კიდევ ერთხელ მორიგჯერზე ხაზს უსვამს იმას, რომ კაცობრიობას უცხო შორეული და რაც მთავარია, ნეიტრალური მიწების დაპყრობის მოთხოვნილება და საჭიროება აქვს. იმპერიალისტურ ქვეყნების ამბიციებს კი საზღვრები არ გააჩნიათ. იგივე რუსეთი რომ ავიღოთ. რამდენი ქალაქი და დასახლება, სადაც მაგალითად ნორმალური გზაც კი არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა მზად არის მილიარდობით დოლარი ჩაყაროს არქტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თუმცა ასეთი დიდი თამაშები არ არის ხალხზე და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე გათვლილი. ეს არის მტაცებლური სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მზად არის
რესურსები იქ მოიპოვოს, სადაც ადრე წარმოუდგენელი იყო. არქტიკა მაგალითია, რას ირჩევს კაცობრიობა. ითანამშრომლონ და ერთად მოიპოვონ, თუ დანაწევრდნენ და ვინც ძლიერია, იმის იყოს ყველაფერი. ჩვენ იკითხავთ თქვენ. ჩვენ ზუსტად იქ დავრჩებით, სადაც სულ ვართ. ჩამორჩენილი, უამბიციო, ზარმაცი, მაჩანჩალა ქვეყნების მოედანზე. მთელი თაობები და მათ შორის უფროსი თაობები თავის უზარმაზარი ინტელექტუალური კაპიტალით ეწირებიან უნარო, უნიათო პოლიტიკოსებს და მათ უაზრო გადაწყვეტილებებს. ასეთი ეპიზოდები როგორც წესი არ ეძღვნება შიდა ამბებს. მაგრამ სავსებით სამართლიანია, რომ რეგიონში სომხეთიც კი ჩვენზე ძლიერი და ამბიციური აღმოჩნდა. ამ პრეზიდენტით, ამ პოლიტიკოსებით, ამ მთავრობით თუ ოპოზიციით ზუსტად იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ, რომ ვიყოთ. გლობალური დათბობა კი ჩვენზე მაქსიმუმ იმაზე აისახოს, რომ სადღაც მდინარე ადიდეს და მთელი სოფელი თავის მოსავალით და მინდვრებით წაიღოს, წალეკოს და დატბოროს. ყველა დიდი მოვლენის მიღმა ჩვენ ვართ. მაქსიმუმ ძვლები გადმოგვიყვანონ ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფოებმა. გლობალური დათბობის რა გითხრათ, მაგრამ გლობალური ცვლილებები გვესაჭიროება პირველ რიგში ერთს და იმის რწმენა და სერიოზული რწმენა, რომ თუ გამოვიდათ რაღაც პატარა ჩვენნაირ ქვეყნებს, აუცილებლად გამოგვია ჩვენც, მაგრამ სამწუხაროდ არა ამ რეალობაში და ამ მოცემულობაში. დღეისათვის სულ ეს იყო. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ არქტიკის რბოლაზე, ასევე მოგიწოდებთ რომ გაწევრიანდეთ ჩვენთან Telegram-ზე, სადაც უდიდესი ძალისხმევის შემდეგ თითქმის მივახციეთ იმას, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს ერთმანეთში შეუძლიათ ზრდილობიანი და ადამიანური საუბარი. ვისაც ასეთი დისკუსიები გაინტერესებთ და ასევე სიახლეები, შეგიძლიათ გამომიწეროთ Telegram-ზე. დროებით